ქართული ოცნების გორის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ქალაქის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს საბოტაჟში ადანაშაულებს. მალხაზ ვახტანგაშვილი ამტკიცებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორში ძარცვისა და ხულიგნობის ფაქტები გახშირდა. კოალიციის ადგილობრივი ოფისის ინფორმაციით უახლოეს დღეებში მსგავსი ფაქტების ჩადენა კიდევ იგეგმება, რა დროსაც კოალიციის მაისურები იქნება გამოყენებული. მაჟორიტარობის კანდიდატის მტკიცებით, სისხლის სამართლის ამ დანაშაულში თავად სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები და პრობაციონერები მონაწილეობენ. არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს დღეებში გეგმავენ ეს ადამიანები განახორციელონ ქალაქში ძარცვარ, ბევა, მაღაზიები იქნება ეს თუ სხვა რამ ობიექტები და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული ოცნების ატრიბუტიკით, ეს არის ქართული ოცნების მაისურები. ამასთან დაკავშირებით მინდა გავაფრთხილო უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, ქალაქის პოლიციის უფროსი ესო ბერიანიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი ილია გამგებელი და ლევან ქირია, მისი მოადგილე, ასევე კუდის უფროსი ზურა პავლიაშვილი და პატრულის უფროსი რამაზ ტოგონიძე. გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ გამოძახებებზე და გარკვეულ შემთხვევებზე რეაგირება არ ხდება სამართალდამცავი ორგანიზაციებისგან. თქვენ გევალებათ უშუალოდ დაიცვათ მართ წესრიგი ჩვენს ქალაქში და რაიონში. თუ თქვენ ამ ძალაუფლებას კანონით მონიჭებულს არ გამოიყენებთ, ბუნებრივია დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ პოლიციელების ერთი ჯგუფის წახალისებით ხდება ამგვარი პროვოკაცია.